მოგესალმებით, წარმოგიდგენთ Property Leaders Spotlight პირველ პოდკასტს უძრავი ქონების შესახებ. დღეს გვყავს სტუმრად ლევან ლაბარტყავა. ვისაუბრებთ ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც არის, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წელს ბინის ყიდვამდე, ან უძრავ ქონებაში ინვესტირებამდე. პირველი კითხვა ეგ არის, რომ სადამდე უნდა გაიზარდოს ფასები. ძალიან აქტიურად წარმოვიდა მოთხოვნა კომპლექსებზე, ანუ კომუნიტებზე, ისეთ დასახლებებზე, სადაც უბრალოდ ერთი კორპუსი არ არის და რაღაცა მხოლოდ ბინები, არამედ დასახლება, სადაც არის ეზო, მაღაზიები, აფთიაქები, ფინანსური დაწესებულებები და ასე შემდეგ. ამიტომ ლოკაციამაც ცოტა მეორე პლანზე გადაინაცვლა, ადრე თუ იყარაც კონკრეტული ლოკაციები და ანუ მხოლოდ ეს ქმნიდა რაღაც მოთხოვნას, ეხლა რაღაც გარეუბნებში, ქალაქ გარეთ და ასე შემდეგ უკვე გადაინაცვლა. ამ მთავარია პროექტი როგორია და რა ინფრასტრუქტურა აქვს რეალურად. დუბაის მოდელიც რო ავიღოთ, იქ არის მაკონტროლებელი სახელმწიფო, ანუ სახელმწიფო ავალდებულებს მშენებელს, დეველოპერს, რომ შენ არ გაქვს უფლება მოსახლეობის ფული გამოიყენო, სანამ არ დაასრულებ მშენებლობას. საქართველოში 2026 წელს დაახლოებით 8-9%-ით გაძვირდება უძრავი ქონება. საშუალოდ ესეც ძვირდება ხოლმე. როგორი ტიპის უძრავი ქონების შეძენა ღირს ამ მიმართულებით და აქ მეც რაღაც ჩემ გამოცდილებასაც ვიტყვით Dreamland-ის მიმართულებით, რომ გვაქვს როგორც დასრულებული აპარტამენტები, სრულად დაკომპლექტებული, გარემონტებული, იმიტომ რომ ინვესტორების მიმართულებით ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩვენი გამოცდილებით ამ კუთხით არის, თუმცა ახალი პროექტი, რომელიც დავიწყეთ Dreamland პარკი, იქ გვაქვს უკვე თეთრი კარკასის კონდიციაც, იმიტომ რომ თუნდაც ქართველი მომხმარებლები, რომლებიც ყიდულობენ, იყო მოთხოვნა, რომ უნდათ თავისი გემოვნებით საკუთარი რემონტების გაკეთება, საკუთარი დიზაინი. ყიდველის გადმოსახედიდან რო ვილაპარაკოთ, პირდაპირ ვიტყვი მაყურებელს ურჩევ, რომ შავი კარკასი არ შეიზინოს ბინა. პოდკასტის წარმოდგენია Dreamland Oasis ჩაქვი. Wellness უძრავი ქონების პირველი დეველოპერი საქართველოში. პოდკასტის პარტნიორია შინვუდი. მიწის ნაკვეთები დღის შუაგულში. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. თბილისიდან 23 კილომეტრში. საგურამოს მიმდებარედ. Property Leaders Spotlight. უძრავი ქონების პირველი სექტორული პოდკასტი საქართველოში.